მოგესალმებით. დღევანდელი რეპორტაჟი გიორგი მგელაძემ მოამზადა. ლაგოდეხის რაიონში ათეულობით ოჯახს მიწის საკუთრების პრობლემა აქვს. ისინი წლებია ვერ იკანონებენ მიწას, საიდანაც ოჯახისთვის სარჩო საბადებელს იღებენ. არიან ოჯახები, ვისაც უკვე გაუყიდეს ვენახი. მრავალი დაპირების მიუხედავად არც ყოფილმა და არც დღევანდელმა ხელისუფლებამ მათი პრობლემა არ მოაგვარა. მიწის რეფორმა აგვიანებს. დეტალები ნახეთ სტუდია მონიტორის მიერ მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში. თედო ბარბაკაძე ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭაბუკიანში ცხოვრობს. ათეულ წელზე მეტია ოჯახს მევენახეობით ინახავს. 2002 წლიდან 1 ჰექტარ ვენახს ამუშავებდა. ამბობს, რომ ვაზს მუდმივი მოვლა ჭირდება. უნდა გადაკავება შემდგომში გაფორჩქნა ორჯერ. და წამალი ხო რამდენჯერმე ზურგის წამზე რომ ხონა შესაძლებლობა 3-ჯერ 4-ჯერ. შემდეგ თავი გადაჭრა და ჭირდება ძალიან ბევრი ოპერაციები. არის ძალიან შრომაძლევადი. ვენახი, რომელსაც ბარბაკაძეები ამუშავებდნენ, სოფელ ჭაბუკიანშია. ჭაბუკიანი ალაზნის ვაკეზე მდებარეობს. აფენის საკრებულოში შედის და ლაგოდეხის რაიონს ეკუთვნის. აქ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ყურძნის მოსაყვანად. ათეულობით ჰექტარი ვენახი საბჭოთა კავშირის დროს გაშენდა. კავშირის დაშლის შემდეგ ვენახები სახელმწიფო საწარმოს აგროფირმა ჭაბუკიანს გადაეცა. 2002 წლის მაისში მოსულმა ძლიერმა სეტყვამ აგროფირმის ვენახები თითქმის მთლიანად გაანადგურა. მათ ნაწილზე ყურძნის მოსავლის მიღება რამდენიმე წელი შეუძლებელი გახდა. აგროფირმა ჭაბუკიანმა, რომელიც 100%-ით სახელმწიფოს ეკუთვნოდა, ვენახების მოვლა და დამუშავება შეწყვიტა. მიტოვებული ვაზის მოვლა ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიწყო, მათ შორის ბარბაკაძეების ოჯახმაც. არ იყო არც მართული, არც მერქანი, არაფერი საერთოდ არ აღუშენეს. იყო გაპარტახებული და იყო ეკლები, აი როგორც იქით ჩანს. დავიწყეთ დამუშავება და შევიტანე სწორბაც მერქანის მართulis ყველაფერი და გავმართე მეცნიერო. ფლობდი 2013 წლამდე. ბარბაკაძეები ორ ვენახს უვლიდნენ. თითოეულის ფართობი დაახლოებით 9 ჰექტარს შეადგენდა. ნაკვეთები საჯარო რეესტში გაფორმებული არ ჰქონდათ. იცოდნენ, რომ სახელმწიფო ქონებით სარგებლობდნენ. ყოველწლიურად რამდენიმე ტონა ყურძნის მოსავალს იღებდნენ. მართალია გასულ წლებში ყურძნის ფასი მცირე იყო, თუმცა ოჯახს საარსებოდ ყოფნიდა. ეს იყო სრულად განადგურებული ვენახები, ვისაც სურვილი ჰქონდა და შესაძლებლობა ჰქონდა ამის, რომ ვაზი არ გაეჭეხა, გააგრძელა ვაზის მოვლა და შეინარჩუნა ვაზი. და არავის არ უთქვია, რომ ეს ვენახი არის ბინმესი, ჩვენ დავდიოდით საჯარო რეესტრში ამ ვენახების დასაკანონებლად, მაგრამ ყოველთვის გვეუბნებოდნენ, რომ იქნებოდა აუქციონი. ბარბაკაძეების პრობლემები 2013 წელს დაიწყო. შეიტყვეს, რომ მათ სარგებლობაში არსებული ორივე ვენახი წლების გაყიდული იყო. ერთი ვენახი უცხოელ ინვესტორს, მეორე კი აგროფირმის ყოფილ ხელმძღვანელს, ბარბაკაძეების თანასოფლელს ზვიად ხვედელიძეს შეუძენია აუქციონზე. 2013 წლის ოქტომბრის დასაწყისში ჩვენ მეზობელმა გვითხრა, რომ თურმე თქვენი ვენახი ზვიადი ხვედელიძეს გადაუფორმებია ავთანდილ კოტორაშვილისთვის. დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ბარბაკაძეების სარგებლობაში არსებული ერთი ნაკვეთი, სხვა რამდენიმე ათეული ჰექტარი მიწის ფარგლებში 2006 წელს გაუყიდია სახელმწიფოს ავსტრიელ ინვესტორზე, კომპანია ავსტროინვესტზე. მეორე ნაკვეთი კი 2008 წელს აგროფირმა ჭაბუკიანის ყოფილ ხელმძღვანელს ზვიად ხვედელიძეს შეუძენია აუქციონზე. ბარბაკაძეებმა გაარკვიეს, რომ უკვე წლებია სხვის საკუთრებაში მყოფ ვენახებს უვლიდნენ. თუმცა ამის შესახებ მათთვის არავის უთქვამს. როცა ეს ინფორმაცია შეიტყვეს, ბარბაკაძეების სარგებლობაში არსებული ვენახები რეესტრში უკვე რამდენჯერმე იყო გადაყიდული. მე აღმოვაჩინე, რომ თურმე 2008 წელს ჰქონდა ნაყიდი ბატონ ხვედელიძეს აუქციონზე და რომც თქვა დაინტერესებული პირი ყოფილიყავი, მე ვერ მივხვდებოდი იმას, იმიტომ რომ ყველგან ორივე ნახაზში მითითებული არის ცარიელი ადგილი და არა ვენახი. როგორ მიყიდა ეს ვენახი, როცა მე ამდენი წელიწადი ავცდილობ ამ ადგილის დაკანონებას. საჯარო რეესტრის მონაცემებით ნაკვეთი, რომელსაც ბარბაკაძეები 11 წელი ამუშავებდნენ, მათივე თანასოფლელმა ზვიად ხვედელიძემ 2008 წელს აუქციონზე შეიძინა.
ხვედელიძე აგროფირმა ჭაბუკიანის ყოფილი ხელმძღვანელია. ის 2006-2010 წლის მოწვევის ლაგოდეხის საკრებულოს წევრი იყო. 2011 წელს ქართული ოცნების აქტივისტი გახდა. 2014 წლის არჩევნების შედეგად ნინო ბურჯანაძის პარტიის სახელით ლაგოდეხის საკრებულოში შევიდა. ხვედელიძე საკრებულოში ფრაქცია სოფლის ხმის თავმჯდომარეა. დოკუმენტაციის მიხედვით დაახლოებით 5000 კვადრატული მეტრი ვენახი. ხვედელიძემ სახელმწიფოსგან როგორც სარიელი სახნავი მიწა 240 ლარად შეიძინა. 2013 წელს კი მოქალაქე ავთანდილ კოტორაშვილზე გადაყიდა. ნიშანდობლივია ის, რომ აღნიშნული ნაკვეთი სახელმწიფომ როგორც ვენახი დაირეგისტრირა და 6 თვეში ხვედელიძეს როგორც სახნავი მიწა მიყიდა. არადა სარიელი მიწის საბაზრო ფასი დაახლოებით 10-ჯერ ნაკლებია გაშენებული მოსავლიანი ვენახის ფასზე. ჩვენ აგროფირმის ყოფილ ხელმძღვანელს ლაგოდეხის საკრებულოში გავესაუბრეთ. ამბობს, რომ იქ განადგურებული ვენახი იყო და როგორც მიწის ნაკვეთი სხვისთვის შეიძინა. თქვენ როცა იყიდეთ 2008 წელს, იცოდით, რომ იქ იყო სხმოიარე ვაზი? მე მას შევიძინე ნაკვეთი. მიწის ნაკვეთი, კონკრეტული ადამიანის ინტერესიდან გამომდინარე. როცა მე ვიყიდე, მაშინ გეუბნებთ, იქ იყო განადგურებული ვენახი. მე შეხედე 2008 წელს თქვენ ამბობთ, რომ იქ ვენახი არ იყო? ვენახი მე ჩემი ინფორმაციით არ იყო. ვენახი სულ იყო იქ ყოველთვის, მაგრამ განადგურებული ვენახი. ხვედელიძისგან განსხვავებით ჭაბუკიანის მცხოვრებლები, რომელთა ვენახებიც ბარბაკაძეების ყოფილი ვენახის სიახლოვესაა, ამბობენ, რომ ეს ვენახი 10 წელზე მეტია მოვლილი, დამუშავებული და მსხმოიარეა. აფენის საკრებულოს მიერ გაცემული ცნობის თანახმად 1 ჰექტარ ვენახს 2002 წლიდან 2013 წლამდე ბარბაკაძეების ოჯახი უვლიდა. 2012 წელს სეტყვის მიერ მიყენებული ზარალი სახელმწიფომ ბარბაკაძეებს აუნაზღაურა. აგროფირმის ყოფილმა ხელმძღვანელმა ბარბაკაძეების სარგებლობაში არსებულ ვენახთან ერთად იმავე დღეს კიდევ 2 ნაკვეთი შეიძინა. 3 ნაკვეთში დაახლოებით 14000 კვადრატულ მეტრ ვენახში ხვედელიძემ მთლიანობაში 670 ლარი გადაიხადა. იმ დროს გაშენებული მსხმოიარე ვენახის საბაზრო ფასი გაცილებით მეტი იყო. ფასს განსაზღვრავდა სახელმწიფო, თავის დროზე როცა ინვენტარიზაცია ასე ვთქვათ, ინსპექტირება მოხდა საბაზრო ფასი იყო იმ დროს. 9 ჰექტარი ვენახისთვის 270 ლარი. 9 ჰექტარი ვენახი, საკუთრებაში მყოფი ვენახი, მაშინ ლირდა 400-500 ლარი. 2008 წელს. 2008 წელს, დიახ. ბარბაკაძეების ისტორია სოფელში თითქმის ყველა მიცის. ერთ-ერთია ნუგზარ გოგსაძე. მისი ვენახი თედო ბარბაკაძის ყოფილი ვენახიდან რამდენიმე მეტრშია. მაგ ვენახი აჩაკის პირზე იყო. სტოლბა მერქანი გაზიდული იყო, უნდა ეჩეხა და მე ამან იწვალა და დაასო სტოლბა მერქანი მართული და ბოუ არა ვენახი დააყენა კაცმა, იწვალა, ბევრი იწვალა. ხო და ახლა მე აპასკვის ხელში ჩავარდა და რა ხნას კაცო. აფორმებული არ ქონდა. ნუგზარ გოგსაძე აგროფირმის ყოფილ ვენახს რამდენიმე წელია ამუშავებს. საჯარო რეესტრში საკუთრებაში არც მას აქვს დარეგისტრირებული. სხვა საფორმებელი მეცე და სხვასაც შემნაირები რამდენია გაჭირვებული. გაფორმება რა დაჟილება თავრობა მაიღოს თანხა და ჩვენ გადაივხდით კაცო. სხვა რატო უნდა გაიფორმოს? ანალოგიური პრობლემა ბევრს აქვს 90% გასაფორმებელი ექსული ახ ვენახები. კიდე დავლიეცაო. მართლაც ბევრ ადამიანს ელის თუ არა საფრთხე ბარბაკაძეების მსგავსად დაკარგონ ვენახი, რომელსაც წლებია უვლიან. ამის გასარკვევად ჭაბუკიანის ტერიტორიაზე ვასთან მომუშავე ადამიანებს გავესაუბრეთ. აღმოჩნდა, რომ მათ აბსოლუტურ უმრავლესობას ვენახი დაუკანონებელი აქვს. მეც ეკიპი კაცი ვარ და მეც ვისწავლებ ვენახეობა და ამდენი წლებია უვული და მე ნამდვილად გული დამწყდება და ყველას დაწყდება გული თავის ნაწვალები რომ ვინმე წაართვას. აბესალომ სირაძე პროფესიით ექიმია. 10 წელზე მეტია აგროფირმა ჭაბუკიანის ყოფილ ვენახს უვლის. ამბობს, რომ ვაზი გახმობას გადაარჩინა. მისგან შემოსავალს იღებს და სახელმწიფოსგან გამოსყიდვას წლებია უშედეგოდ ელოდება. 15 წელზე მეტია ჩვენ ამ ვენახს პატრონობთ, უვლით. შრომა არის ჩადებული ალალი. და წვალობს ადამიანი მოყვანილი, გადარჩენილი, ნაპატრონები და შეგენანება და უნდა დაიტოვო აბა ჭკვიანმა კაცმა, როცა გიყვარს ვენახი და შრომა გიყვარს
უნდა დაიტოვო ახლა სასწაულფას თუ არ დაადებენ და შესაბამისი რასაც შეძლებს ადამიანი მოვლელი კიდე იტოვებს. ამდენი წლებია ული და ეს რაღაც არ არის სწორი ჩემი აზრით, რომ უცბად რას და ვიღაცამ ან წაგართვას, ან შენი არ არის და ეს მე არ მიმაჩნია სწორად. ამდენი წლები პატრონობ და მე გეუნებიან არა შენი არ არის, მე არ ვიცი. ანალოგიური პრობლემა აქვს სხვა მევენახეებსაც. ეს ვენახები დაღუპის გზაზე მიდიოდა, დაღუპის გზაზე, მაგრამ სოფელი დადგა ფეხზე, კარგი მიწებია, კარგი სავენახე მიწებია. ეს თელმა სოფლიო მიცით რომ რა ვენახები ეს, სოფლიო მასშტაბით პირველ ადგილზეა მაგ ვენახები გასული. 15 წელიწადი რომ ეს ვენახი რომ ვერ გაძლებდა და ვერ იარსებებდა, ვინც ვენახის უბრალოდ იცის მოვლა რა შრომატევად ის არის და რა არის ვაზი, რომ ფერება უნდა ყოველდღიური. ყველა მიტყვის რომ არ არსებობს 15 წელიწადი, კი არა, 1 წელიწადი ვერ გაძლებს თუ არ მიხედა. ცხებმა დაიწყეს საკუთრებაში დაკანონება, ბოლომდე ვერ მიიყვანეს საქმე, ვერ გააკეთეს და მე აღარ მიცდია. არის ასე რამოდენიმე ვენახი, რომლებსაც გადაახტევინეს რაღაც გარკვეული თანხა და უჭირავთ რომ თანხა აქვს გადახდილი და ვენახი გაფორმებული არ აქვს. სხვა არაფერი საბუთი არცეც არ აქვს გაფორმებული ვენახი. სოფელ ჭაბუკიანის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ ვენახების დაკანონებას ხელისუფლება არაერთხელ დაპირდა. 2012 წლის ზაფხულში საპარლამენტო არჩევნების წინ მიწის აზომვითი ნახაზებიც მოამზადებინეს. მათ შორის ბარბაკაძეებმაც გადაიხადეს აზომვითი ნახაზების საფასური. იმ დროს არ იცოდნენ, რომ ვენახი, რომელსაც ამუშავებდნენ, წლების გაყიდული იყო. ნაციონალები იყვნენ მაშინ 2012 წელს და დადიოდნენ და ისინი ამბობდნენ, რომ უნდა და პრეზიდენტის ბრძანებულებაა და უნდა დავაკანონოთ, მაგრამ დაუკანონეს რაღაც ნაწილს. როცა ხალხს გადაახტევი ეს აზომვითი ნახაზის თანხები, მაშინ დაუკანონეს, გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს, მაგრამ არ გადაეცა ხალხს. 1-2 წლის წინ აგვაზომიეს ვენახები, გადავიხადეთ შესატანიკი აზომვისა და დაგვპირდა რომ გაფორდებოდა ოფიციალურად ყველა პიროვნებაზე ეს ვენახები. ფული აგვაგროვებიეს, რაც უწევდა ვენახს, რა გინდა ვენახებს ჩვენო გაგიფორმებოდო თელავში წავალდო, ასე ვიზამთ, ისე ვიზამთ და ავაგროვეთ ზოგმა 70 ლარი, ვის როგორ უწევდა ფართობის მიმართ. ავაგროვეთ ეს ფულები და დღეს ის ფული მიფრინავს, რა ვიცი, ვის ხელში ჩავარდა ბოლოს საწევი და არც ვენახები გაგვიფორმეს არაფერი. აუქცეზე რატომ უნდა გაყიდო მეძია განაცვალოს. მე საქართველოს მოქალაქე, ქართველი კაცმა, საგაცები და კაცო. ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამოსცა განკარგულება, რომლითაც ლაგოდეხის რაიონში, მათ შორის აფენსა და ჭაბუკიანში, რამდენიმე ათეული მიწა მიზერულ ფასად გადასცა კონკრეტულ პირებს. რა პრინციპით შეირჩა სუბიექტები განკარგულებაში ახსნილი არ არის. არჩევნების შემდეგ დაკანონება აღარ გაგრძელებულა. ჩვენ ეკონომიკის სამინისტროს და ქონების მართვის სააგენტოს რამდენიმე წერილით მივმართეთ და ვკითხეთ, რა ბედი ეწია აგროფირმა ჭაბუკიანის 100 ჰექტარზე მეტ მიწის ნაკვეთს. მოხდა თუ არა მისი გასხვისება, როდის და როგორ. ვიპასუხეს, რომ აგროფირმის ქონების შესახებ ინფორმაცია ვერ მოიძიეს. სნობას გასმილად გამოაცხადებ მანამდე აგროფირმის მიწების მოსახლეობისთვის დაკანონების პრობლემის შესახებ ცნობილია ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. ლაგოდეხის საკრებულოში ამბობენ, რომ ჭაბუკიანელების მოთხოვნა სახელმწიფო ვენახები მათ გადასცეს სამართლიანია. მე უკვე ალბათ სახელმწიფოს დახმარება დაჭირდება გლეხებს, რომ მიწა დაირეგისტრირონ. ან გრძელვადიანი იჯარით გაიცეს ამ გლეხებზე მიწა. შემდეგი ეტაპი იქნება უკვე სახელმწიფოსა და ამ გლეხებს შორის ურთიერთობის მოგვარება, რა ფორმით გადაეცემათ მიწა, ან იჯარით, ან პირდაპირ იმის ყიდვით, ან გამოსხივით, არ ვიცი, უკვე შემდეგი ეტაპი იქნება ალბათ. უფრო სამართლიანი იქნება ამ გლეხებს მეცეთ, იმიტომ რომ უმეტესობა ამ ვენახებისა, თვითონ ამ გლეხების ოჯახების გაშენებული ეს საბჭოთა პერიოდიდან მოდის ეს ვენახები არის იმ დროიდან და ეს ხალხი უulis მუდმივად ამ ვენახებს. შეიძლება რამოდენიმე ის იყოს გამონაკლისი, რომ ან სხვისგან კონდეს აღებული ან ის, მაგრამ ძირითადად ვინც უulis, თითქმის მაგათი გაშენებულია ვენახები და უფრო სამართლიანი იქნება რომ მაგათ დარჩეთ. და თან მანდ არის რამოდენიმე ათეული ოჯახის ინტერესი, ახლა 1 და 2 ოჯახი არ არის. ბევრი 40 ჰექტარზეა მე მგონი ლაპარაკი მანდ. საკრებულოში გვითხრეს, რომ ჭაბუკიანელების პრობლემის მოგვარებას აგროფირმის ყოფილი ხელმძღვანელი, საკრებულოს წევრი ზვიად ხვედელიძე კურირებს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ინფორმაცია არ აქვს ბარბაკაძეების პრობლემაზე.
სადაც სწორედ ზვიად ხვედელიძე ფიგურირებს. ათეულობით ადგილობრივი ოჯახის ბედი ხელისუფლების ხელშია. ბარბაკაძეების ოჯახი კი ვენახის დაკარგვით ძირითადი შემოსავლის გარეშე დარჩა. ვითხოვ სამართალს რომ როამ მომხედონ და ძალიან გაჭირებული მდგომარეობაში ვარ. არა მაქვს არც მიწა, მაქვს აღარაფერი აღარ გამოჩნია. ყავს სამი შვილი. და მინდა რომ როგორმე დავიკანონო ისე ჩემი. ბარბაკაძეები სამართლებრივად რთულ მდგომარეობაში არიან. დოკუმენტაციის გარეშე ვენახის 11 წლიანი ფლობა არ აღმოჩნდა საკმარისი ვენახის საბოლოო შენარჩუნებისთვის. იმედი აქვთ, რომ ხელისუფლება მათ მდგომარეობას გაითვალისწინებს.